სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ილოცავთ საყვარელო, დღეს არის სენება წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი, რომელიც იყო ერთ-ერთი არა 12-თაგანი, არამედ 30-30-თაგანი მოწაფე, რომლის შესახებაც დღევანდელ სახარებაში თვით ლუკა მახარებელი მოგვითხრობს და მოიქცეს 30-30 იგი და სიხარულითა და იტყოდეს უფალო ეშმაკნისა და გვემორჩილებიან სახელითა შენთა. ეს 70 ცალკე წარავლინა უფალმა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მის ჯვარცმამდე და მათ შორის იყო ლუკა მახარებელი. სირიის ანტიოქიაში დაიბადა ლუკა მახარებელი, იგი ეკუთვნოდა განათლებულ ბერძენთა საზოგადოებას, ექიმი იყო პროფესიით და როდესაც გაიგო ქრისტეს შესახებ, თავად წავიდა იუდეაში და თავად ეზიარა მაცხოვრებელ მოძღვრებას, თვითონ ქრისტესგან მოისმინა ეს მოძღვრება. შემდგომში იგი დაემოწაფა პავლე მოციქულს, პავლე მოციქულის თხოვნითა და კურთხევით მან დაწერა სახარება და როდესაც ჩვენ გადავშლით ლუკას სახარებას, იქ კარგად ჩანს თუ რისთვის დაწერა მან სახარება, რომ ესე იგი უფრო შევსებული ყოფილიყო თხრობა აი მოძღვრების, ქრისტიანული მოძღვრების ქრისტეს შესახებ, იმ მოვლენების შესახებ ყველაზე ვრცლად ლუკა მახარებელი აღწერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიდგომილების შობის შესახებ, გენეალოგიის შესახებ და ასე შემდგომ და ესე იგი დაემოწაფა შემდგომ პავლე მოციქულს და არ განშორებია პავლე მოციქულს, პავლე მოციქულმა რაც დევნა და რაც ესე იგი იწროება და ტანჯვა დაითმინა, მასთან ერთად იყო ლუკა მახარებელი და თვითონ პავლე მოციქულიც ამბობს საქმე მოციქულთაში, რომ როდესაც იგი ყველა მიატოვა, უпроსორად ტიმოთეს მისწერს თავის მოწაფეს, რომ როდესაც იგი ყველა მიატოვა, ლუკა მახარებელი მაშინაც კი მასთან იყო 62-63 წელს დაწერა ლუკა მახარებელმა დაახლოებით სახარება და აი ამ ასევე ლუკას სახარებაში არის მოთხრობილი იმ პირველი კრების შესახებ, რომელიც შედგა მოციქულთა შორის და რომელმაც დასაბამი დაუდო და გაიმიჯნა იუდაიზმი და ქრისტიანობა ერთმანეთისგან. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ესე იგი იუდაიზმიდან ქრისტიანობა, აი ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ ვერ გაერკვიათ წინადაცვეთა საჭირო იყო, არ იყო საჭირო, მთელი რიგი საკითხები იყო, რომელიც ძალიან რთული იყო, ესე რომ ვთქვათ, მოსაგვარებლად და აი ლუკა მახარებელი აგვიწერს სწორედ აი პირველი კრების შესახებ, როგორ შეიკრიბნენ მოციქულები. ლუკა მახარებელის აქვს ასევე მეორე წიგნი, რომელიც ასევე ბიბლიის შემადგენლობაში შედის კანონიკური, ეს არის საქმე მოციქულთა. მოციქულთა საქმეები, ესე რომ ვთქვა და ძირითადად პავლე მოციქულის მიმოსვლა არის და მოციქულების შესახებ არის მოთხრობილი. მოწამეობრივად აღესულა ასევე ლუკა მახარებელი ქალაქ თებეში და აი ესე იგი არის ერთ-ერთი 4-თაგან ერთ-ერთი მახარებელი და ამხელა მადლი მისცა ღმერთმა ლუკა მახარებელს და რა თქმა უნდა თქვენ ისიც კარგად რომ მადლი ეძლევა იმას, ვისი ცხოვრების წესიც არის შესაბამისი. და მე აი როცა დედა ღვთისმშობლის დღესასწაული არის, ხშირად გეუბნებით ხოლმე, რომ დედა ღვთისმშობელმა მოიპოვა ეს მადლი ღვთისგან, თავისი ცხოვრების წესით, თავისი ლოცვით, თავისი მარხვით, თავისი სიწმინდით. ასევე ლუკა მახარებელზე რომ ვლაპარაკობთ, ამხელა მადლი მისცა, წარმოიდგინეთ, რომ სახარება დაწერა და შემდეგ კიდევ ერთი წიგნი დაწერა და აი ესეთი მადლი მისცა მას ღმერთმა და მისი ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა ჩვენს მოგცეს მადლი, რომ ადამიანი შემთხვევით არ იბადება ამ ქვეყანაზე, ყველას რაღაცა მისია გვაქვს. ეხლა სახარება ვერ დავწერ და ამის საჭიროება აღარც არის, მაგრამ ვინ იცის რისთვის სჭირდებით უფალს, ვინ იცის რა მისია მოგცეს, ვინ იცის როგორ მივიღოთ კაცობრიობის გადარჩენაში მონაწილეობა. ერთი ადამიანის რომ სწორ გზაზე დააყენო, ეს ძალიან დიდი საქმე არის. ამიტომ ჩვენ უნდა
ვიცხოვროთ ისე რომ ღმერთმა მოგცეს მადლი და რეალიზდეს და განხორციელდეს ის რისთვისაც ჩვენ მოსული ვართ ამ ქვეყნიერებაზე და შეგვეწიოს ამაში ლუკა მახარებელი მისი მხურვალე ლოცვითა და მეოხებით მე პირადად შევთხოვდი რომ სახარების ნათელი გაგვიხსნას უფალმა ეს მადლი მოგცეს იმიტომ რომ ეს არის მაცხოვნებელი მოძღვრება აქ არის ყველაფერზე პასუხი სახარებაში ყველა კითხვაზე არის პასუხი თან ისეთი პასუხია რომ პოულობ მას და მშვიდდები ანუ ესე ჭირდება ადამიანს რომ სახარება შეიცნოს და მე სწორედ ამას შევთხოვ წმინდა ლუკა მახარებელს რომ ჯერ სახარების კითხვა დავიწყოთ იმიტომ რომ ჩვენ მრევლში ეს საკითხი მოსაგვარებელი არის და მერე კიდე გაგვაგებიოს ღმერთმა ის შინაარსი და ის პასუხები რომელიც სახარებასა შინ არის მოთხრობილი ამინ